რა მოიჩქარეს თქვენსკენ? აირჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. დაასტოპეთ ვიდეო და ისე აირჩიეთ თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ. დამიწერეთ კომენტარებში რომელი ვარიანტი აირჩიეთ. მათ ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტის წარმომადგენლებს გეტყვით, რომ თქვენსკენ მოიჩქარეს, ესე იგი ძალიან დადებითი და პოზიტიური ამბები და სიახლეები. აქ თითქოს ემოციურ სიმშვიდეს, ბალანს, სტაბილურობას მიაღწევთ, რაღაცა საქმეს, საკითხს ბოლომდე მიიყვანთ, დაასრულებთ, წერტილს დაусმევთ საბოლოო ჯამში, შეკრავთ წრეს, თითქოს ერთ ეტაპს ასრულებთ და სხვა ახალ ეტაპზე გადადიხართ. შინაგან კმაყოფილებაში გხედავთ, საკმაოდ პირველი ვარიანტის წარმომადგენლები ძალიან ბედნიერები, გახარებულები იქნებით და თითქოს ის საქმე, რისი გამოსვლაც ძალიან გინდათ, საბოლოოდ შედეგს და ნაყოფს გამოიღებს. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ ამოგდით, არ ვიცი, ახლა ქალები მიყურებთ, მამაკაცებიც მიყურებენ, აირჩევენ ალბათ მეორე ვარიანტს, მაგრამ მოჩანს კონკრეტული მამაკაცის ფიგურა. მამაკაცის შემთხვევაში თუ მამაკაცები მიყურებთ, რომ იქნებით თავდაჯერებულები, ინიციატივიანები, აქტიურები, შესაძლებელია აქვს ვიღაცასთან კონტაქტი, მოწერა, საუბარი, ლაპარაკები, ახალი გატაცებები გქონდეთ, ან რაღაცა სასიყვარულო რომანი, ურთიერთობა, ფლირტი, ხოლო თუ ქალბატონები მიყურებთ, მაშინ მამაკაცის კონკრეტული ფიგურა გიჩანთ, რომელიც თქვენს მიმართ ძალიან ინიციატივიანი, ძალიან აქტიური იქნება და თავდაჯერებულად თქვენსკენ იყურება. შეიძლება ეს წარსულის პიროვნებაც იყოს, შეიძლება საერთოდ ახალი პიროვნებაც გამოჩნდეს და ძალიან ესეთი ენერგიები გაქვთ, ერთმანეთს უყურებთ პრაქტიკულად და ინტერესი თქვენგანაც არის, მისგანაც არის. მაგრამ მამაკაცისგან უფრო ძლიერი ინტერესები მოდის, ვიდრე ქალბატონისგან. ესეც გასათვალისწინებელია, არ აქვს მნიშვნელობა ისევ და ისევ მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები. რაც შეეხება მესამე ვარიანტს გეტყვით, რომ აქ თქვენ დადგებით არჩევანის წინაშე, იდეაში სტაბილურობის დარღვევა არ გინდათ, მაქსიმალურად ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ ის პოზიციები, ის მდგომარეობები, რაც გაგაჩნიათ და რაც გაქვთ. აქ ჩანს არჩევანი, ყოყმანობა, ორჭოფობა, მაგრამ თითქოს არ ხართ მზად, რომ ნაბიჯები გადადგათ და რომ სიახლეებისკენ წახვიდეთ. შეიძლება იყოს რაღაცა საკითხი თქვენს ცხოვრებაში, რასთან დაკავშირებითაც ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ მოიქცეთ, იმიტომ რომ შიშია, თქვათ სტაბილურობის დარღვევის, იმიტომ რომ არ იცით ეს ნაბიჯი რო გადადგათ, ამას რა მოყვება და ძალიან ფრთხილობთ, ძალიან ბევრს ზომავთ, წონით და აკვირდებით. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მესამე ვარიანტმა არჩევანის შემთხვევაში გათვალოს რისკები, რას მოუტანს სტაბილურობის დარღვევა და საით წავა. იდეაში სტაბილურობა თქვენი გადასაწყვეტია, ახლა ინდივიდუალურად რას იცავთ, მაგრამ ზოგჯერ უნდა დაირღვეს. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო.